არ ვარ კმაყოფილი არც მე და არც 99% გაფიცულებიდან. არავინ კმაყოფილი არა. იქ შევიდა 60% უკვე ისე იყო გატეხილი იყო ფინანსურად, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, შევიდნენ სხვა გზა რო აღარ ქონდათ. ანუ ვინუჯდები რა, სხვა მეტი აღარ უბრალოდ შევიდნენ. ანუ მაგ რეფერენდუმი რო გააფორმეს, რაღაც გააფორმეს, ხალხს ფიზიკურად არ დაეკითხა. უკვე გაწყვეტილი იყო ხალხი ყველანაირად, აი გეუბნებით, სამი რაც არის თავარი, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ფინანსურად. გაწყვიტეს ხალხი, იმუშავეს მაგაზე ძალიან ბევრმა იმუშავა, მან 20,000 რო უხდის ადამიანს ის მუშაობს იმ საქმეზე, რაც დაავალეს, რომ როგორ გაწყვიტოს ხალხი, ყველას თავის ძეზის აქვს რა, დანიშნულება აქვს რა. შეიძლება 20,000 აქვს ხელფასი იმას, როგორ გაწყვიტოს ხალხი ფიზიკურად და მორალურად. ფსიქოლოგიები ყავდათ რა ისე რა ქვია. აი 20,000 იმას ვარ ქონდეს და 50,000 იმას და იმას და რამდენს აქვს და ბევრმა არც იცის სად არის საერთოდ კაზრეთი ტერიტორიულად სად მდებარეობს. ხელფასი აქვს გადაამოწმეთ უბრალოდ. ხელფასი აქვს 10-დან ზევით. ანუ მე აქ ახლა 10,000 5,000-ზე როგორ ჩამოვალვავს და არც უნახია ბევრს ეს ადგილი საერთოდ ტერიტორიულად არც იცის და ახლა წეღან მინდოდა თქვა რა აი გორა აი ბორცვზე გეტყვით აი ეს ბორცვი აი ეს არის პატარა ბორცვი მეტი არა ოქრო არის იქითაც სპილენძის და ოქროს ორივე ერთადაა ეგ შემცველობა იქ გორაგზეცაა იქითაც არის აგერიქით ნაგავსაყრელებია მე ცოტა ხანი მქონდა ეს საშუალება და ის ვიმუშავე იმ სინჯებზეც ანუ მე თვითონ ვიყავი იმ აპარატთან და მე თვითონ ვცრიდი იმ რაღაცას სადაც გეოლოგი იწერდა ყველგან ამოდიოდა სპილენძი ოქრო ყველგან აი ნაგავსაყრელები მაგაზე ყველაზე ბევრი ამოდიოდა აი ბორცვს რაც შეეხება ხო აი ბორცვს აქ არის ანუ საყდრის ხო მაღარო დიახ ზუსტად მაგ ბორცვს ეს დიდი არაფერი არ არის უბრალოდ აქ არის თვითნაბადი ოქროა დაბლა ზედაპირზე არაფერი, აი დაბლა და დაბლა უფრო. შეიძლება სამი ამდენი კიდე ქვევიჩავინე და მაგამდე გაჩენე მეტი ვერა. თვით ნაბადი ოქროა აქ, რომელიც ჭირდებათ მარტო თვითონ. რამდენიმე თვის განმავლობაში, მაქსიმუმ წელიწადი, რო უცებ ეს თვით ნაბადი ოქრო, უცებ აიღონ, ერთ წუთში დადებს კონტრაქტს, შემოვა 20 ექსკავატორი და 50 მანქანა. ერთ კვირაში გასწრია. შეიძლება ორი თვე დაჭირდეს, იმიტომ რომ უცებ ხდება ეს ყველაფერი რა, ანუ ამათ აქვს გათვლილი რამდენიღაც თვე შეიძლება 6 თვე შეიძლება 7 თვე 2 თვე აი ესე რომ უცებ მოიპოვონ ეს და წავიდნენ თორე აქ იმდენია სამუშაო ყველგან ხო გეუბნებით მე ნამუშევარი მაგრამ იქაც და თუ იმდენია სამუშაო რატო უცებ მოიპოვონ და დღეებზე და თვეებზე არა აქ არის 100 წლეულებზია ლაპარაკი მარაგები აქვს ჯერ მაღლა არ მოლეულა კი არ მოლეულა იქ მაღლა იცით რამდენია 3 და 4 კაზრეთის ხელა ხელა მაღაროებია იქ. ჯერ იქ ვერ არის კიდევ დაკონსერვებული მაღაროები, სადაც რეზერვები დაკონსერვებულია. ის ექვემდებარება ანუ დამუშავებას. ის იქაც არის ოქრო და ვერცხლი და სპილენძი. ყველაფერი აი ფერადი მეტალი რასაც შეეხება. უბრალოდ ეს ეჩქარებათ, რომ თუ აირია ქვეყანა ეს რომ მოასწროს უცებ, რომ აიღოს და წავიდეს რა. აქ არის არ ვიცი შეიძლება 3 თვეს შეიძლება 5 თვის სამუშაო. აქ არის თვითნაბადი ოქრო. და ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ თქვენ? პრაქტიკა და ჩემი თვალები რაც დავინახე. სახელს და გვარს მეტყვით? მიხეილ ყაფსანიშვილი. ბატონ მიხეილ. მე თვითონ ვარ ძღოლი და მუშაობ დღესაც მუშაობ. ნუ რისკის ქვეშ ვაყენებ ალბათ, მაგრამ მე არ მეშინია და რახან მე ჩემ რახან ვიძახი, მე არავის არ მეშინი არაფრის. არც ჩემი გამონათქვამის და პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე, ყველაფრის რაც მეთქვია. მოკლედ სულ მდგომარეობაში ხავთ ხალხი, ძალიან სულ მდგომარეობაში, მიზერულსაც არ უხდიან, აი რაც მიზერულია, ანუ რასაც ის მუშაობს ეს პიროვნება, ხო, მუშა-მოსამსახური, ხო? აი ეს ელემენტარულად მიზერული რო გადაუხადო, რაც ეკუთვნის, ხო? დღესაც არ ამოვიდებდა ხალხი იმხმას. აქამდეც არ მოხდებოდა ეს საქმე, მაგრამ იმასაც არ უხდია. თავის ნამუშევარს არ მეტი არაფერი. რაც ეკუთვნის და იმაზე მეც მუშაობენ კიდე რაც ეკუთვნის. საათებზე გეტყვით პირდაპირ. აქ ხდება 12 საათიანი სამუშაო რა. 12 საათიან სამუშაოს მე პირადად არ მიტარებდი. აკლაც რო ეძახით რუსული სიტყვა, მაგრამ
აკლაძე თვიჯიქი, მაგრამ მე 10 საათიან სამუშაოზე მეტი არ გადავუხდეთ. ისიც საათში შეიძლება 3 და რაღაც საათი, რა ვიცი, რამდენი არ ვიცი. და გამოიაგარიშეთ როგორ გამოდის. 12 საათს მინიმუმ მუშაობ ჩვენ, 12 საათს ზუსტად. ნუ 1 საათი იქ ალბათ შესვენებათ 11 საათი, მაგრამ ფიზიკურად ხან თავიდან 8 საათს გვიხდიდნენ 12 საათიან სამუშაოში, მე გადავიდა 10 საათს. ეს არის და ეს. ანუ გვეკუთვნის ჩვენ მეტი და თავარი რაც არის ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის, შვილებისთვის, ეს არის ჩვენი ისტორიული ძეგლია და ეს უნდა შენარჩუნდეს ყველა ვარიანტში. ანუ ეს არ უღირთ არაფრად ამათ, რომ ატეხეს ამხელ აჟიოტაჟი, მართლა არაფერია, აი პატარა ბორცია რა. იმდენია სამუშაო თუ აი ხალხს რო უნევიან, ანუ მანიპულირებენ რა მაგით, რომ აი თქვენ რო იმას იზავთ პრეტენზიას რო გამოთქვათ, აღარ გექნებათ სამსახური, როგორ გეგადრებათ? პირადად მე წაგიყვანთ, წამოყვეს RMG-ს, თუნდაც დირექტორი შეიძლება არ იცის, მაგრამ მე რაღაცა მეპარება დირექტორმა არაფერი იცოდა და კიდე პრემიერ-მინისტრი გამოვიდა დიდი კარტკარი სიტყვებით. 3000 თანამშრომელი მუშაობსო, აი ესე თქვა, ორი სიტყვა თქვა რა და ორიდან არც ერთი არ იყო სერიოზული. 3000 მოსამსახურე მუშაობსო და მე ხوار დავტოვებო იმას უმუშევარსო. 3000 აქ არ მუშაობს. 3000 შეიძლება ოფიციალურად მუშაობდეს, იქ გატარებული ყავდეთ, მაგრამ 1200 ადამიანია მოსამსახურე. 1200-დან ისიც 200 სადღაცაც იქნება მაღალი ეშელონი. 1000 ადამიანზე რა თქმა უნდა 2000 დირექტორი. მიხვდით აქ რა ხდება? იმის ხელფას იღებს ის 2000 დირექტორი. თუ მუშაობს ის 3000 დამისახელოს, ჩამოთვალოს, გვითხრას, ყველას ვიცნობთ და არა აქ არაფერი დასამალი. არც 3000 მუშაობს აქ ადამიანი ფიზიკურად. ეხლა ანალიტიკოს, თავის ანალიტიკოს თუ ყავს 300 ანალიტიკოს და გადაუხდის 50000 ხელფას, მე იმ ბიუჯეტზე არ მაქვს ლაპარაკი. მე აქ მე კი არა, ჩემზე არ მაქვს ლაპარაკი. ინვესტიცია აქ არ უნახია, ალბათ 50 წელი არავის. ინვესტიცია 300 მილიონის ინვესტიცია შემოიტანაო. რის 300 მილიონი ხალხო, რამდენი მილიონად გაიყიდა, იცით თქვენ საერთოდ ქარხანა და ფაბრიკა და ეს ყველაფერი. კაპიკებში იმან აიღო თავისას მიყიდა, კაპიკებში თავის ბიზნესის თუ თავისი არა ფიზიკურად. და 300 მილიონის ინვესტიცია რა შემოიტანა? კერძო საკუთრება არის ის შენობა, დანადგარი, არის ის რაღაც თავის აპარატურა და კერძო საკუთრება არ ვარ მე. მე ვარ ადამიანი, მე ვეკუთვნი ჩემ თავს და ყველა ასე იქ მომსახური. არა ვარ მე კერძო. ამიტომ უნდა ჩარეულიყო თავრობა კერძო საკუთრებას არ ეხებოდა თავის ხალხს, რომელ ხალხმაც აირჩია. მე პირადად არ ამირჩევია და მადლობა ღმერთს. არ ამირჩევია ნამდვილად და ავირჩევდი მართლა არ ვაპატიებდი ჩემ თავს რა და ვინც აირჩია ხო ცოდოა ის ხალხი ხო? მოვიდნენ უმრავლესობით. კი ბატონო, იმ ხალხმა აგერჩია და მოხედი აქ რა. არ ვეუბნები მე იმ დანადგარს და იმას არ ვეხები და არ უფუჭებთ არავის. პირიქით უკეთებ ჩვენ. და მოხედოს თავის ხალხს. აი ეს არის და ეს არის ხალხის. ეს არის საქართველოს. საქართველოს კიდე ვარ მე, ხარ შენ და ვართ ჩვენს ყველა. ეს არის ჩვენი. ამას ვერავინ წაგვართვს ვიცავდა შემო. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.